თქვენ ბრძანდებით ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელმაც მეგრული ენა გაიტანეთ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. დიახ, მართალბრძანებელია. ეს მოხდა 74-დან 79 წლამდე. 6 წელს დამეჭერეს. აი როგორ მოგივიდათ იდეა, რომ საიდან დაგებადათ ეს აზრი, რომ მეგრული გასწავლებიდათ ნაცვლად ინგლისური ენისა. როგორ იყო ეძეთ? მე გაჭირებული კაცი ვიყავ, ოჯახო გქარდა ალბათ. იძულებული გახდი რომ დასულიყა სამინო ხელფასი გაიგე გომატყოფილიყო და მირჩიეს რომ მე შეიძლება მარტო მაგადანის მხარეს. იგი გავიცანია ყოფილი პირველი მდივანი გომონოვი ვასილი ივანიჩი. და ემამეთხვევი ქართველები ძალიან მიყვარს პატივს შემძომ და ხვალე მოდი ჩემთან დაგეხმარები რა შეგინდაო. მეც მივედი მეორე დღეს. რა არ შემთავაზა სამუშაო მე ყველაფერზე ვარი უთხარი. მე მითხრე უცხოენა თუ იცი. კი როგორ ავიცინებ? მაშინ წადიო სახში საქართველოში ფული აგერ 500 მეტი მომწე. რამდენიც გინდა თქვენ დაუტიეთ ოჯახობას და მე მოგზანდითო და ოღონდ მომდანიო ჭაჭა, ხილი, ჩურჩხელები, ასეთები, ხურმა, განხმარი. ჩამოვედი, ახლა მე უკვე მოვდიოდი მაგადანიდან. საფრენი არის 9 საათი. და ახლა წარმოვიდგინეთ რომ მე 500 მეტი ფული იყო მაშინ. ჯიბეში მაგზა ვიფიქრე ახლა თამაზი მოხი. მაგრამ კაცმა რომ მithwe მე ქართველები ძალიან მიყვარს და პატივს ემო. მაშინ გადამიბრუნდა ჭკუა. გადამიბრუნდა ჭკუა, ჩამოვედი მოსკოვში და უნივერსიტეტში ვიღიდე მასწავლებლის დიპლომი. ეს ხილი ყველაფერი რაც საჭირო იყო ბაზარში ვიყიდე, მაშინ სულ უგონი 42 კაპიკი და ბაზარში, მაღაზიაში ეს ყველაფერი შევიძინე და დაბრუნდი უკან. ჩახოდი. კი, დაბრუნდი უკან. ეხლა ვფიქრობ, რამონდა მე ინგლისური შევასწავლო, ჩემი ენა სხვაზე ნაკლები რითია მეთქი. და მომივიდა უზა. მამაჩემი მუშაობდა პოსტის უფროსად ფოთში. დეველოპერები და უთხარი, ასე და ასე სასწრაფოდ ჭირდება მეუთხარი გოგებაშვილის წამყვანი. რა გინდა გოგებაშვილის ახანი აგისწავლე და ეხანი ადგინა ჩუკოტკაში. და მე გამომიგზავნეს და მე-7 დღეს უკვე დავაწყებიე ქართული ანბანის შესწავლა ბავშვებს. შევასწავლე ეს ქართული ანბანი და მე უკვე მეგრული წარმოთქმა. მუჯოხო ასე, მაგრამ გევედი 5-6 თვე და გავხედე უკვე ლაპარაკო თავისუფლად მეგრულად. მე უკვე მიხარია. მე-6 წელია უკვე გამოვიდა მე-5, მე-6, მე-7 კლასი, მე-10 კლასი მყავდა. გამოსაშვები კლასი. გამოსაშვები და ერთი ნინაკა იყო გვარად. ეს როგორ ჩვილი ისე მიყვარდა. და სანადიროდ ვიყავით ასული და დავუბრუნდი. მითხრე რომ არა შევეკითხე ხლა ბავშვებს, მეგრულად შევეკითხე. სწორედ კი ნინაკა იმათ უთ. მას ნინაკა იქ მიდართუ, სომიდართუ მათუ. მიდართუა გურაფუშავა მოსკოვში დაამარტყა თავში ფეხებში გამივიდა. ვიდრე შესაძლებლად მოსკოვში უნივერსიტეტი ლომონოსოვის. ეხლა ვფიქრობ თუ ვაიმე თუ მაგან მართლა უცხოენა გამოვიტანა. თუ რამე სხვა დარგი არ მოაჩინა, მაშინ ხო გადავჭი. ჩასულა ეს ნინაკაი. და ეუნებიან ახლა რა ენა იცოდა ინგლისური ვიციოდა. მოგვანეს ლექტორი ინგლისურის. ამან დაუწყო ინგლისურად ლაპარაკი, ეს უყურებს ვერ გეიგო ვერაფერი. ამან მეგრულად მისწრო. ახლა აუდიტორიდან გამოდის ეს ინგლისურის ლექტორი ეუნება. რა ენაზე ლაპარაკობს არ ვიცი. ასეთი ინგლისური არ მოიწმენია და არ ვიცი. ეხლა შევიდა ესა ფრანგულად და ეს მეგრულად ელაპარაკება. და ბოლოს ახლა გავხედეთ და რაინა კაცოში ვერ გეიგო. იგივე ჩინურიც მონახეს, ყველა მონახეს ესენი და ვერ გეიგო რაინა იყო და მე ახლა უთქვი მოდი კაც არტესტატი ნახოთ. არტესტატი ხო ვაწერ ხელს და ეკანა აწერია მაგადანსკი ობლასტ ბილიბინსკი რაიონ საფოსტული ოლქი. პირველი ინტერნატი. მასწავლებელი უცხოენა ინგლისური მასწავლებელი თამაზი ნოდია. და მე დამიჭერეს 8 წელი მომწეს მაგის გულისთვის.